გამარჯობოთ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. ეხლა რატო ვწერ ამ ვიდეოს? რამოდენიმე ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა, რომ თვითონ ფორმებს, დიზაინს და ასე შემდეგ რუტერზე და რაღაც კომპიუტერზე ხო არ ჭრიო? არა. მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, აგერ უკვე შაბლონები გამზადებული მაქვს, აგერ მასალა თვითონ, რაზეც უნდა გადავაკრა მასალა, ეს რა ქვია, შაბლონები. ეს პირის შაბლონი. ეს ტარის შაბლონი. ეხლა ვიწყებ ავტომატურ დანას. დღეს ვიწყებ ავტომატურ დანას. ეს ტარის შაბლონი, ეს ფიქსატორის შაბლონი. ეს დამტყმელი მექანიზმის შაბლონი. ანუ ავტომატურად გამომგდები მექანიზმის შაბლონი. ამას ყველაფერს ხელით გამოვჭრი, ანუ ეგრეთ წოდებული ბარდალკით, კუთხსახერხით, ასე ვთქვათ. მერე დავამუშავებ ბორმანქანით, მერე დავამუშავებ ხელით, ანუ სისქეს მაგალითად, იგივე სისქეები აქვს, მაგრამ აი ეს დამტყმელი მექანიზმი მაგალითად, ხო? აქ თუ არის, ვთქვათ, აი ამ ადგილში თუ არის 3 მმ, აი აქ ნელ-ნელა ვიწროვდება. რომ მაგალითად კედელს არ შეეხოს, თვითონ კორპუსის კედელს რო არ შეეხოს და ისე გამოაგდოს თვითონ დანის პირი. აქედან გამომდინარე, მე მაგალითად, მე პირადად, ხო, პატარა რაღაცა დეტალიც რუტერზე რო გამოვაჭრევინო, ან გამოვჭრა და ასე შემდეგ, ხო, კომპიუტერზე ასე ვთქვათ. მე პირადად ესეთი ციკი მაქვს, რომ მაგას ხელნაკეთს ვერ ვარქმევ. აქედან გამომდინარე მირჩევნია და მე თვითონ ჩემი პრინციპია, ასე რომ ვთქვათ რა, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ხელით ვაკეთო. და დავარქვა იმას ხელნაკეთი, ვიდრე სხვადასხვა ელექტრო დანადგარზე რაღაცა დეტალი გამოვიყვანო და იმას დავარქვა ხელნაკეთი. მთლიანობაში არის აი ეს. აი ეს არის ის შაბლონი, რაც ჩემი დახაზულია, რაც ჩემი შექმნილია და რაც ჩემი მოფიქრებულია. აი ეგ არის აი ეგ გადის ზღვარი დამტყმელი მექანიზმის, ხედავთ? აქ არის ფიქსატორის მაფიქსირებელი ზამბარა, თვითონ დამტყმელი მექანიზმი და პირი. ამ შემთხვევაში რისი თქმა მინდა? ეს არის ტრიადლოკის ჩამკეთის სისტემა ავტომატურ დანაზე, ეგრეთ წოდებული კნოპკიან დანაზე. ტრიადლოკი ჯდება აი აქ, აგერ წერტილს ხედავთ. გაშლის შემთხვევაში, მაგალითად, დაკეცვას თავი გავანებოთ ჯერ. გაშლის შემთხვევაში, აი ეს დიამეტრი, აი ამის დიამეტრი. მოგეხსენებათ ბეკლოგზე და ტრიადლოგზე, ვინც გარკვეულია და ვინ ამას იცის, მუდმივ შეხებაშია აი ეს კბილი, აი ეს ფიქსატორის კბილი. მუდმივ შეხებაშია კუდთან, პირის კუდთან. ეს დიამეტრი თვითონ კუდის
კბილის სისქე და ზამბარის სიმძლავრე ანუ სამი ასპექტი გათვლილია ისე რომ აი მაგალითად ფიქსატორის კუდი და მეოთხე ასპექტი კიდე დამოვიწყდა მეოთხე ასპექტი გათვლილია ისე რომ აი ამის დაწოლამ ფიქსატორის დაწოლამ თვითონ პირის კუდზე არ იმოქმედოს ისე რომ ხელი შეუშალოს ბოლომდე გაშლას ავტომატურად იმიტომ რომ დამრტყმელი მექანიზმი ეს არის მხოლოდ აი ეს არის დამრტყმელი მექანიზმი აქედან პლუს ამას დანაზე უნდა გავაკეთო ჯიბეზე დასაკიდი იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი ევროპაში ცხოვრობს და სატარებლად ჭირდება რომ ადვილად არ გაეშალოს ამისათვის უნდა დაუმატო მესამე ჩამკეტი მექანიზმი ზემოდან კიდევ რისი თქმა მინდა თვითონ მასალა აი ეს მასალა აგერა წერიაზეთ მასალა თვითონ წრთობის შემდეგ იმხელა სიმტკიცეს იკავებს ღმერთმა ყველა დაიფაროს ერთადერთი ჯავშანჟილეთი თუ დაიცავს ადამიანს ამის ზემოქმედებისგან ასე რომ ვთქვათ რა ჩამკეტ სისტემას რაც შეეხება ერთი მეორე ორი ჩამკეტის სისტემაა ერთში გაერთიანებული ბეკლოგ სისტემა თვითონ ეს აი ამ ტრიადლოგ ჩამკეტის სისტემის გარდა ბეკლოგ სისტემა ითვლება დღემდე ყველაზე სანდო ჩამკეტ სისტემად რომელიც არ გიღალატებს არასდროს აქედან გამომდინარე აი ამ ბეკლოგ სისტემაზე ავაწყე ეს ავტომატური დანის კონსტრუქცია სრული სიგრძე გახლავთ და იქნება 29 სანტიმეტრი გაშლილ მდგომარეობაში დაგეცემ მდგომარეობაში აღარ მახსოვს რამდენია აგერ სახაზავი 28 სანტიმეტრია ბოდიში დაგეცემ მდგომარეობაში დაგეცემ მდგომარეობაში იქნება 15 სანტიმეტრი პირის ზომა არის 13 სანტიმეტრამდე. ხო, 13 სანტიმეტრი. ესეთი გამოდის. ერთობლიობაში. აქედან გამომდინარე, ამის ჩვენება მინდოდა, რომ არაფერს არ ვაკეთებ რუტერზე და ასე რომ ვთქვათ, კომპიუტერზე ასე რომ ვთქვათ რა. ყველაფერს ვაკეთებ ხელით. თავის ფიქსატორიან, თავის ტარიან, ყველაფრიანად. კარგით, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებები მისურვებთ. და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დროებით.